მოკლედ დიტო გუშინ სამსახურიდან გაანთავისუფლეს. და რა ხდება მერე? რა ხდება და აი ეს დოკუმენტაცია ვისთანაც საჭირო იყო, იქ გავაგზავნე. აი რა. უნდა მეთქო მე ღადავები არ მithkoms ეგეთი რა. აბა რატო დაწერეს? რა დაწერეს რომ მე ვთქვი რომ მაშინ შემიშეყვარებულია თქო? ხო. ხო, მაგრამ გეუბნები რომ არ მithkoms თქო, მაგრამ ჯერისეთი რომც მეთქვა რა მოხდა? ფოკო, რამდენჯერ დაგელაპარაკე მაგ თემაზე, რომ მედაში მხოლოდ მეგობრები ვარ და მეტი არაფერი ვერ გაიგე? შენ რა მასენული ხარ? არა, გამოვიცვლე. მე გამოიცვალე რა, პოსტაზე ვდები? მივდივართ უკვე. აბა არ მივდივართ. ოღონდ ის არ ჩაიცვა, იმ დღეს რო გეცვა, გადმოყრილი რო ქონდა ყველაფერი. კაი რა მქონდა გადმოყრილი? არ ჩაიცვა მეთქი გეუბნები. ხო და საერთოდ არ წამოვალ მაშინ. შენ თუ გონია ეხლა ხვეწნას დაგიწყებ ძალიან ცდები. ჰა, ეხლა რა შვებით? აღარ გაემზადეთ? აღარ მოგზანდება ქალბატონო. რათა? რა შენ მომისმინე კარგად რა. იმპულს ჩაგირიცხა. მაგრამ სანამ სასამართლო არ გაიმართება, დამნაშავედ არ გსმები. ვერ აიღებ. შენ რა საკეთებ? მე ქათმებს წავე, აი ერთი ცალი დამრჩა და უფა კაისონია. იმიტომ რომ აჯიკით შევაზავე და ისე შევწვი. უსე რა სუფრას გაშლი ჩენ და ნანა. გახსოვ შენიშნობაზე. დღემდე მაგ სუფრაზე ლაპარაკობს ყველა. შენა და ქეთის ელაპარაკე დღეს. არა დღეს არა, მაგრამ გუშინ კაბა მანახა და ვარცხნილობას შევარჩიეთ. ისე და ესე მალი თუ გადაწყვიტავდა ქეთი ესეთ რამეს არ მეგონა. ვისე გონა და არავინ არაფერი არ უწოდეთ. ისე კაი ბიჭია ხო ეგ ნიკავში? ძალიან. რა ვიცი რაც მე ვნახე მე ძალიან მომეწონა. შვენიერი განათლებული, ზრდილობიანი, კაი ოჯახის შვილი. არ დაგეწოს ეგ ქათამიში. არა არ დამეწონა. დე მართლა, შენი ბეჭედი ვათხოვოთ რა ქეთის, კაბას მოუხდება ძალიან. რა ბეჭედი? ჩვენი საგვარეულო. კაი, მაგაი ხა სირცხვილია, ჩვენი საგვარეულო ბეჭედი რა თუნდა? ქეთის. კაი და რა სირცხვილი, დაუპირდი და უხერხულია ხა. აღარ მაქვს ეგ ბეჭედი. რას ქვია აღარ გაქვს, რა უყავე? დავკარგე, რას უზავდი? გავყიდე. რას ამბობ და როგორ გაყიდე? რა უნდა მექნა მაგა აბა, ფული ხო გვინდოდა? ხო, მაგრამ შენ არა თქვი ვის ესხეო? ვის ესხეო? 300 ლარს ყოველ კვირაში ვინ მას ესხებდა? და როგორ გიყვარდა, რამ გაგაყიდინა ეს ბეჭედი? რა ვქნა მიყვარდა რა, სამაგეროთ ამოვისუნთქე. სად გაყიდე, იქნებ დავიბრუნოთ. რა უნდა დავიბრუნოთ? ვისაც აქვს ჩვენი ურადულის. ვის მეყიდა დედა? რა მნიშვნელობა აქვს მაგა ეხა ვის მივყიდა? აქვს, ვის მეყიდა? ეკას. ეკასთვის რა მიგაყიდინა დედა? ისაც იმდენი სიკეთე. მაგა რა უნდა გვექნა აბა? დედა ძალიან მეწყინა რა. ეწყინა რა. მე მგონი ქათამი დამეწვა, რა ინდეს მალაპარაკეთ მაგას. ძალიან დაგეწვა? არა ძალიან არა მე მგონი გადავრჩი. კაი მე გავაღი და თან გავაღ რა.
ვაუ, აკოშენს ჩაქრთეს. აუ, ჩამრთეს კი არა, გამწყდა წელი 2 დღეა ბაზარში და. მიდი გელოდება ლეილა და გავედი მე. ლეილა, ლეიდა, მოვედი. ვაკოლ დადემან. ხოქშია. აუ, კი. მოდა კაი შეფიცკინებულ ქათამს გაჭმევ ხა, დაჯექი მოგხელა. აი. აი, გალე. აუ რა კაი ვარჯიში გამოგვივიდა ხო დღეს? აუ კი ძალიან და თან დიდი ხანია ძალიან ესე ადრე არ გამოვსულა. არ გამოვსულვარ კი არა არც გამიღვიძია ესე ადრე. ახლა და ვიაროთ ხოლმე რა. ხო ვიაროთ. წყალი არ გაქვს? აუ არა და მოვიწყთ. ფანტანი არ არის აქარსად? აუ ასე არ ვარ. აუ ხარ წავიდეთ სადმე ცოტა ხანში. თან შია რა. წავიდეთ და ვჭამოთ ხა. უსტოტლი არ არის? სად? აკა იქ. ვიღაც ტიპებთან ერთად. ხო, ეგ არის. რა გჭირ შენ? აურა რა მჭირს თამით. როგორ ხარ, გოგოი? კარგად, შენ როგორ ხარ? რა შვებით? რავი, დილიდან აქ ვარ და ძალიან დავიღალეთ. მე მაგას რა ჯობია? მე ტურისტები ვყავს 5 თვის არიან და პოლონეთიდან. საერთოდ დაეზარა და ეს ორი დამყავს თბილისს ვანახა. კაი ტიპები არიან? ჩაპე, კაი რა. Boys are gagats. Boys, come here. ოღონდ გოგოებთან ერთად არიან რა. Hey guys. Come here. Guys. This is Joe, this is Florian. Meet my friends. This is Annie, this is Tanta. Hello, nice to meet you. Nice to meet you too. This is my best friends. Right. Tsotne. Yes. Can you buy chocolate in this market? Yeah, sure. Then we will go there, okay? Okay, you're going. I come in maximum 1 minute. Okay, no. Okay. Goodbye, girls. Bye. Bye. საყვარლები არიან. დიდი ხნით აპიებენ დარჩენს. არა, დღეს ვიფრინე უნდა გავაციო. აი, თამთა. ნუ არ გაგიმართვა. აი, წავედი მე, სწორი დაიკარგებია რა. აი, აი, ბუწყალი არ გაქვს. კი, მოიცა. აი, ეს გამომართვი. წავედი, კარგად, ხო? დაინახა? ხო, რა თუნდა რამდენი წამალი? 100 არ ვარ. მაგას სხვა მოწონს კი არა, ვაფშე მოიგონა ეგ რა. აბა რა ხდება, მითხარი. რა ჭირს და ცოტა ხნის წინ ნახე აფთიაქთან. მე რამეს დავჯივარ აფთიაქ. ფსიქოტროპულთან. ხოდა რომ გამოვიდა ძალიან ბევრი წამლები ქონდა პარკში და რომ მივედი დაიგნა და არ უნდა რომ მიყופილიყავი. მალე წავიდე. არ არსებობს. სულ ჩანთით დააქვს. ხანჯერა რა. არა, ვერ აღადგენინებს. სულ არის ორი შუალედური, ორივე ხო აღადგენეთ. ხო და არ ხდება ქვიზების ადგენა. ხო, განახომდეს და გადაეცეთ თანაკურსელებსაც რომ არ ხდება. კარგით, კარგით. არ გველოდი? მამა, ნახე ნინო მე ამიყიდა. შემოდით. ვარ გუწესები. რაცა? თქვენ ერთად? ხალ დავნაგობდით. ცირა გაკვეთილები გაუწდა. ხო. მაია იყო ბანკში. ხო და მე გამოვუარე. და მე რატომ არ დამირეკა მაია? იმიტომ რომ მე ვთხოვე. ხო არ მიბრაზდები? არა, არ გიბრაზდები. და როგორ შეხვდა? კარგად. ძალიან კაი. ავიცი რა, კი მითხარი გადაულისა, მაგრამ მართლა ვერ მოვითმინე, მაპატიერა. არა, რა უნდა გაპატიო, პირიქით, ძალიან კაი. არაფერი არ მოსაწინააღმდეგო. და ესე ერთი ბუშტი შეგრიგდა? იყო მანამდე რაღაცეებიც. რა მოისხდე? შეიძლება ითქვას. ძალიან კაი, ვისადებად ხო? ხო, იცი რა, ვაპირებდი სადღაც გალას, მაგრამ ვიფიქრე ჯერ ლევას ვეთქვი ჩემი დამეგობრების ამბავს თქო. ხო, სწორი ხენით. საბა, მოდი ვისადებად.
ძალიან უყვარს ეს ბუშტები კოლექცია. მითხრა. თქვენს ეხლა დამეგობრებული ხართ ესე. ნინო, მოდი რაღაცა უნდა განახო. მორბი ვარ. მადლობა. დიდი მადლობა. გასაგებია. მადლობა. ბატონო ტარიელ, თანხა უკვე გადარიცხულია. შეგიძლიათ შეამოწმოთ. თქვენი შვილის ანგარიზე არ რიცხავდით? შეამოწმოთ, რომ თანხა მართლა ჩარიცხულია. ალო, რომე მე ვარ, ტარიელი. ჩაირიცხა ფული? ზუსტადაა? კაი. ეჭვი არ მეპარებოდა, მაგრამ რა საჭიროა ბატონო ტარიელ? ჩვენი ვალდებულებები ყველაფერი შევასრულე. ეხლა როგორც მოვილაპარაკეთ რა, ბატონო ტარიელ, თანხას ხელს არ კიდებთ, სანამ სასამართლო გადაწყვეტილებას არ მიიღებს. გასაგებია? კი. კარგით, მოდით ეხლა მიუბრუნდეთ დაკითხვას. გახსოვთ ხო დეტალები? კი, მახსოვს. კარგით, რამდენი ხანია რაც ამ კომპანიაში მუშაობთ? 2 თვეა. და რაზე მუშაობთ? შოფერი ვარ, მძღოლი, ხან რომელ ტრაქტორზე ვზივარ, ხან რომელზე. ძალიან კარგი. რა მოხდა იმ დღეს ბატონო ტარიელ? ძალიან თქო, ნერვიულობთ რა ესე ძალიან რა. მომიყევით რა მოხდა იმ დღეს? 9 საათი იყო სამსახურს რომ მოვჭი და გარაჟის ეზოში დავაყენე მანქანა. შიგნით აღარ შემიყვანია, იმიტომ მაინც უნდა წავსულიყავი და ამხელა მანქანის შეყვანა და გამოყვანა არა ადვილია ხა. მერე შუქები არ იყო გარაჟის ეზოში. არც ეს კაცი უნდა ყოფილიყო, იქ დავქოქე და დავარტყი იმ კაცს. დაახლოებით რა დროს მოხდა ეს ინციდენტი ბატონო ტარიელ? ცოტა ხანი ვიყავი ეზოში, ალბათ ასე 20 წუთი. ძალიან კარგი. მერე ოფისში შევედი. და რო კითხონ რა გინდოდათ იმ დღეს ოფისში? მაღაზე ვეტყვი, საგზურები და პუტიოვკები ავიღე და ცოტა დავისვენეთ. ძალიან კარგი. ბატონო ვახტი, ხო. სხვას არაფერს მკითხავენ? სხვა შეიძლება ის კითხონ იცნობდი თუ არა გარდაცვლილს. არა, არ ვიცნობ. მასეა, იმიტომ რომ შენ იყავი მაგ დროს სხვა ბრიგადაში. და 2 თვის განმავლობაში ფიზიკურად ვერ მოასწრებდი ამდენი ადამიანის გაცნობას. კაი, მასებით. აი ეს არის. ძალიან კარგი. ნერვიულობთ ასე, ძალიან გთხოვთ ბატონო ტარიელ რა. და მე მგონი დროა უკვე რომ ჩვენ ავიდეთ რა. წამომზადეთ ავიდეთ რა. გამარჯობა. ვახო. მოკლედ მოვიდა აგერი ბატონო ტარიელი და მზადაა რომ გამოძიებასთან ეთანამშრომლოთ. ძალიან კარგი, დავბრძანდით. იმედია, მასაჯულება ამ ყველაფერს გაითვალისწინებს. რა თქმა უნდა. ეგ ხო იმ მაღალი ბოჭკიდან ჩამოასხი. თავი არ მომჭრა ეხლა. შენ ახალ ჭკუას ნუ მასწავლე ოღონდაცა რა. მე ვიცი საიდანაც უნდა ჩამოვასხა რა. მამამისს აქვს უკეთესი რასაო. მოდით ხალხო, მოდით შემო. სიძეს გამომორჯო, სიძესა როგორ ახლა ჯიგრი? ვართ რა, ნელ-ნელა. აი, როგორ მოგვანატრებთ ხოლმე თავს აჰა. გამარჯობა, გესმიცვალე. როგორ ხარ, ჩემი გოგო? დასხედით ხალხო, დასხედით. ამზადეთ აბა. ბაბა სადაა? მოვა. ხელი დღე ამშიელი ვარ კაცო. კი არ მაჭრობენ კურსი. სახარიჩი სადაა, რატო არ ჩამოიყვანე? კლიენტს ელოდებიან, დღეს უნდა მოვიდესო და დედა ჩემაკიდე მარტო არ გამოუშვა, ბევრს დაღებსო. ვენაც ვალე დედაშენსა. აი, ეგრე უნდა კაცის დაჭერა. ნადი ჭიქები ჩამოყარო.
აბოში მოგელოშინა, აბოში მოგელო. აი მე როგორ არ დაკარგოთ არსად ერთმანეთი. შეგარგოთ ღმერთი. ეხლა ეგა კი აღარ გაგატან შენა უკანა მაგას. ცოტა თუ არ დაალეინე. პოდალებ თქვენც ახლა. დავლევ რა, რითი ვარ თქვენზე ნაკლები რა. შენა ეხლა ქალო რაც ნაკლებს ილაპარაკებ, ნაკლებს შეცდომას დაუშვებ, გაიგე? ეხლა გაუმარჯო ჩვენ წმინდა სალოცავებსა რა. ამ კვირაში იმდენი დღეობები უწევს, რომ ღმერთისა და ბუნების ძალას ავთხო, შვიდობით ჯამთელა და ბედნიერად შევახვედროს ყველაფერსა რა. აი ხარეთ, აბა გაგვიმარჯოს. წმინდა სალოცავების შეგვეციოს. გაგიმარჯოს. ეს არის, აი მაშინ რო გაგასინჯეთ. ამაღლებასა ჩვენთან მოდით. დედაშენი და მამაშენიც წამოიყვანენ. სულ ჩვენ ხო არ ვივლით ეხლა რა. ერთხელაც თქვენ ამოგვიარეთ. რა ვიცი, აბა ნინი არ გვეპატიჟება თორე. რო დაგუპატიჟოს რატომაც არ მოვალთ რა. ჰა, გოგო, ამ ხო თქვიან არა. ძალიან ჩამოქნილი ხარ და რამე ხომ არ გაწუხებს. ჰა, მითხარი. ახალი ხوارე რამე. დაუშვათ არა მეორეც. მიდი, გადაიღე, ჩემი გაკეთებულია. შენთვის გავაკეთე შულო, აბა ეს არაფერს არ ასჭამს. მიდი, ჰა. აბა, მიდი, დამისხმეცა, მიდი. დედა. დედა. რა გჭირს დედა? რა გჭირს? ცუდად ხარ? წავლები დაგია? მოდი აქ დაჯექე. რამეზე იმირვეულე? არა, რაღაცა შემომიტია და ვისა. ხო, მისმის დედა. ავდგები ხავალაკებ. არა, მოიცა იჯექი, გეხვეწე. ძალიან გთხოვ რა მე თვითონ ავალაკებ. ძალიან გთხოვ მე ავალაკებ მე თვითონ. კაი დედა, კაი. ცოტა ხანი იჯექი მაშინ დაწყდა. რამეზე ხო არ ინერვიულე? გინდა ექიმს დაურეკო? კაი, იჯექი მაშინ და მე დაურეკო. ალო. გამარჯობა. ბატონო თედო. ცოტნე ვარ ფუტკარაძე, დე ჩემი მყავდა მოყვანილი თქვენთან. კი, ცოტნე რა იყო, მოხდა რამე? შეტევა გაუმეორდა ბატონო თედო. ცუდად არის ისო. ნამდვილად იცი რომ წამლები დალია? კი, ყველა წამალი დალია. ყურადღებას მეც ვაქცევ ხოლმე. და წამლის პერიოდულად სვამს? რა თქმა უნდა, როგორც გამოგვიწერეთ ისე. ცოტნე, ასეთ შემთხვევაში, როდესაც პაციენტი წამლების ზემოქმედებას არ ექვემდებარება, მხოლოდ ერთი გზა გვაქვს. ესე იგი, ასე სატელეფონო კონსულტაციით რთული არ ამის თქმა, უნდა მოხვიდეთ რა. კი ბატონო, მოვალთ, მაგრამ თუ კიდე გაუმეორდა, მაშინ უნდა დავაწუნოთ. სხვა გზა არ არის. ესე იგი, სხვა გზა არ არის? რაღაცა თქვათ, წამლები რო შეუცვალოთ. არა. სამწუხაროდ არა. მოკლედ ჩაწერეთ კონსულტაციაზე და ადგილზე უფრო ზუსტად გეტყვით ყველაფერს რა. კარგით, მადლობა ბატონო. არაფერს. კონსულტაციაზე უნდა ჩავწეროთ. როდის გირჩევნია? სულ ერთია. რა გითხრა? არა, არაფერი. შეიძლება წამლების ბრალი იყოსო. შეიძლება მე ვიყიდე დედა არასწორად ის წამლები. მან გამოგრჩა რომელიმე. რატომ ატყუებ ცოტნე? დავაწვინოთო გითხრა. ვასი არ უთქვამს დედა რა. კი, ეგრე გითხრა ზუსტად. მაშინაც თქვა მე და შე რო ვიყავით. თუ წამლებმა არ უშველა, მე რა უნდა დავაწვინოთ. კარგი რა დედა, ეგრე არ და მე ვთვლი რომ უკეთესია. დავწვევი და გამოჭამრთელდები. შენს მიხედავ შენ თავს ივლის სამსახურში. ხო მეგობრებთან. როცა სიზა გაერთობი. როდემდე შეიძლება ესე ჩემ ძიძად იყო ქცეული. კაი დაურეკავ მაშინ კლინიკაში და ჩავეწეროთ, კაი? Man, აი ეს ჩავაგე. მომეცი. იცი
იცი რამ შავი აკნია. მოდი მე გავალ, ჯონჯოლი და კიტრი მაქვს და შემოვიტან. რა ვიცი აბა. არაკა კიკი უნდა. მეც თეფშებს გავიტან. კარგი. მოვალ 2 წუთში. მიდი. რა ლამაზი ხარ, ხეთი. მადლობა. დე მოგწონს? იდედა ძალიან გიხდება. ხო, მეც მომწონს. ხარ მოგეხმარო? არა, მიხედე შენ თავს. კაი. აკეთი, ავიძე. მადლობა. ხილ, ორი აიღე. მაჭამე რა გეხვეწები. კარგი რა დედა, მოიცადე ცოტა ხანი რა და გემარა. აი რა, მოიცადე მთელი. აი რანაირი ქალი რა, ნახე მაინც აქეთ დაუდგია ესა. დაგეხმაო რა? არა. უი, მაჭა. გამარჯობა. მოგზანდი. ილოცავთ ქალიშვილის გაბედნიერებას. დიდი მადლობა. მოვიდა სალონი. კი, ოთახშია მიდი. დაჯექი რა ვაკო მოგხედავს 2 წუთი. კი. გამარჯოს, გილოცავ. დაიხარე მადლობა. აბა რა შემე როგორ ხარ? აუ, მაშინ შილებენ რა. ჩვენ ნარდი უნდა ვითამაშოთ იდეაში. ო რა ვიცი. ვაკო მიდი დედა რა მინერალური ამოიტანე. აი, გთხო. მიდი ახლა რა გემარ. ნახე რა. მოდი შტაკტო. ბა. ონიცაი რა ჰაკაკი, გამარჯობა. მოვალე ხალე. აი. ჩავახე. რაშვები. რავი არა მეშასნებანე, თავად. დათოზე ახალი ხო არაფერია. არა, დათოზე არაფერი ჯერჯერობით. ზუნა დავალოდოთ რა. როდემდე აღარ შემიძლია. მე ვფიქრობ რომ მალე უნდა გაერკვეს ყველაფერი. მალე, აღარ დამთავრდა ეს მალე რა. ოი. მეგონა დავაგვიანე, თურმე ჯერ არავინ მოსულა. როგორ ხარ? კარგად, შენ? გოგოები საით არიან? ოთახში. ვაი, მე კეთი რა. რასაზე ხარ აქ მარტო? ყავე დავლირა. გეკითხა მამა შენისთვის, შენი ქმრისთვის, ისინი ცვამე ყავას. კარგი რა. რა ხასიათზე ხარ შენა? რა ხასიათზე ვარ? ხო, რა ვიცი, რაც მოხვედი ხმა არა მოგიღია. მერე გამოხვედი აქ ცალკე ზიხარ. რაშია საქმე? ძალიან გაინტერესებს, ხო? ხო, მაინტერესებს, ვითომ რატომ არა? კარგი რა. ნინო, იცოდე, შენ თუ კიდე რავეს მიქარავ, ეს ამბავი არ დამთავრდება, იცოდე კარგად. რას მივქარავ? მე გამიფრთხილები ხარ. რა გინდა? რა გინდა გამაგებინე, ოჯახი ყავს, წელში ხარ გამართული, მეტი რა გინდა მითხარი? ესეთი ოჯახის ხოლოს მირჩევნია საერთოდ არ მყავდეს. რას უწუნებ? რას უწუნებ? აბა რა გეგონა რა თხოვდებოდი? მე ვთხოვდებოდი, თქვენ რო არა საერთოდ არ გავყვებოდი ამას არასდროს. რას უწუნებ ზვიოსა? მშვენიერი მშრომელი ბიჭია. ტანი არაკლია და ფეხი, რა გინდა მითხარი? აი მაგით რო განსხვავებთ ადამიანს, მაგით ვარ ხა ესე დღეში. შენ მომისმინე, რაღაცეები ნუ გავიწყდება, გაიგე შენა? როდემდე უნდა მაწახოთ ეხლა ეგ? მე შენ გამიფრთხილები ხარ. მომისმინე კარგად. შენ ქალი ხარ, ის კაცია. ოჯახი თუ გინდა, რაღაცეები უნდა დათმო, გაიგე შენა? რა შუაშია ქალი და კაცი არ მესმის. იცი ბოლოს რაზე მეჩხუბა? საროჩკა არ გაუთავე, სულ ჩალურჯებული მაქვს მთელი ტანი. მერე გაგეოთოვებინა ის საროჩკა შენ. ხო იცი კაცებს უყვართ, როცა ყველაფერი წესრიგშია. მამა შენი რა ეგრე არ არის? ნუ სულ გაგიშდი შენ ხო? ხო, გავგიშდი. ოჯახი თუ გინდა, აი ყველაფერი უნდა მოითბინო. რო ნახავ ცუდ ხასიათზია, ადექი და გადი, მოშორდი. გამაგიშებ შენ. იცოდე, მე კიდევ ერთხელ გაფრთხილებ. თქვენა ეგეთი კინკლაობით დიდხანს ერთად ვერ იცხოვრებთ. არ ვაპირებ მაგას მოვაკვლევინო თავის სხვათა შორის. შენ რას გეტყვი, იცი? ისიც გვეყოფა რა თავს ლაფი დაგვასხი. ეხლა გინდა უკან მომიბრუნდე? შენთან არ ვაპირებ მობრუნებას. კიდე ერთხელ გეუბნები და გაფრთხილებ. ოჯახი თუ გინდა, უნდა მოითბინო რაღაცეები. სად მიდიხარ? ხან შენ ეს გადაწყვიტე, აბა. ხო, რა ვიცი.
ისე რაღაც იგვიანებს შენი კაცი, ხო იცი? ხო, დარეკა სამსახურიდან მაგვიანდებავ და ბოდიში მოგიხადეთ. ისე სად მუშაობს რა მითხარი? რაღაც საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაციაში. იმდენს მოგზაურო. ოჩახში? და ალბათ საფრანგეთშიც მაგით. ხო, რაღაცა დელეგაციაში ჩამოყვა. ხო და პარიში გავიცა. აი ხო ვამბობ რა, მეც უნდა წავიდე პარიში, იქნებ მეც გავთხოვდე. კაი, რა გათხოვება და ქმარი კიდე, კაი. შენ რა გჭირს საერთოდ? რა არის ეს გავთხოვდე? მე მგონი ეს იმ კაცთან ჩვენ თავს მოგჭრის. კარგით, ნუ ნერვიულობთ, იმასთან კარგად მოვიდა. იმედია ხო? აი მოვიდა. მე ვფიქრე. გაიცანით, ჩემი მეგობარი მერაბი, ჩემი ბავშვობის მეგობრები შორენი, თეო. სასიამოვნოა. ძალიან სასიამოვნოა. გაჯექნებთ. ახლავე. ეს რა არის? ეს გახლავთ ძალიან გემრიელი შუშხუნა ღვინო, სხვათა შორის საფრანგეთიდან. მართლა? კი. შამპანის რეგიონიდან სადაც ამზადებენ ზოგადად შამპანს. გაგსარვი, მე ახლავე ჭიქებს მოვიტან. კი. სხვათა შორის 5 წლის დაძველებითა. მე მგონი ძალიან გემრიელი უნდა იყოს. კი, ალბათ. გავსინჯოთ. იცით, შამპანში ზოგადად ისეთ გემრიელ შამპანურებს ამზადებენ, რომ მე მგონი მხოლოდ ამისთვის ხირს საფრანგეთში წასვლა დამეჭირეთ კი. მე მოვედი და მომეხმარეთ. გადავჭით. ჩურიჯიკა. იცით მე ძალიან ცოტა დამისხით. შორნე, როდის აქეთია ხო ცოტა ხო? ცოტას არა ის, ერიდება ეხლა. არა, რა მერიდება, უბრალოდ ხოლ ძალიან ადრე უნდა ავდგე და ვერ ავდგები. არა, მაგაზე არის დარდოთ, იცით? ამ ღვინო ნაბახუსები ნამდვილად არის. კი. მიიღეთ? ასე ფრანგული არომატიც კი. ხალბატონებო, ჩვენს გაცნობას გაუმართლეთ. გაუმართლეთ. აი, სალი მოვიდა. სალი, დიდი როგორ ხარ? ჩვენი კრასავიცა, როგორ ხარ? კარგად, თქვენ როგორ ხართ? კარგად. სალი, როგორ ხარ? კარგად, მადლობა. მოდი დედა შემოგვიერთდი. არა, დაღლილი ვარ და გავალ ოთახში. სალი, ერთი წუთით. მართალი იმ დღეს ღვინოზე უარი მითხარი, მაგრამ ამ შამპანურის დაწუნება არ შეიძლება. მირთვი. არ მინდა, მადლობა. მოდი დედიკო, დაჯექი, გეჭამა რაღაც, კარგი? არ მშია. ბოდიში. შეყვარებულს დაშორდა და? გავკადნერდები და პირდაპირ საქმეზე გადავალ. თქვენ თუ არ ვხვდები შორენა, ხო? წეღან? კი ბატონო. თქვენ კი თეო? დიახ. ძველ ბერძნულად თეო ღმერთს ნიშნავს. აი რაც შეეხება შორენას, ეს ნამდვილად ძირძველი ქართული სახელია და ის ერთ ულამაზეს ქართველ ასულს ქვია. სხვათა შორის რაღაც ბერძნული გამოსწვევის თქვენში, ასე რომ მინდა ორ ულამაზეს ქართველ ასულს გაუმართლო. კარგი მოგებო. მიყვარხარ ძალიან. აბარა სიტყვით? უგემრიელი. შესანიშნავია. მართლა მაგარია. ხო, ცოტა წადა. ლიზიკობებო, მიდი რა ტყევლები მომიტანე. აბა ნახეთ პატარძალი. დედიკო, რა ლამაზი ხარ. ესაყურებით როგორ გიხდება და ჩემი ლამაზი გოგო. აი მე მგონი მოვიდნე. შეიძლება? მოვძადით. დიდი მადლობა ჩემო კარგო. გამარჯობა. როგორც იქნება მოაბეს თავი და გაგვაცნეს ერთმანეთს. ძალიან სასიამოვნოა. სასიამოვნო ძალიან. სასიამოვნოა მოვძადით. კარგად.
ძალიან გთხოვთ ყველას დამბრძანდით სუფრასთან მობრძანეთ. მობრძანეთ. ხუით ამოდე. მე? აბა ვინ? ხო, კაი. მივი ძალიან ბატო, მიდი ხა ადრე გძელე თამადა. აბა ვი? მოდით მომაღლა. მოდი მე მინდა ვაკოს მოусმინოთ, ვაკოს. თამადას გაუმარჯოს აკაკის. აკაკის გაუმარჯოს თამადას. გაგიმარჯოს ბატონო აკაკის. რა ხდება აბა? მეცადე ესე შემოსვლა რა წესია? ესე როგორ? როგორ და კარზე აკაკუნებენ ხოლმე მე მგონი. ყოველ შემთხვევაში ჩემი მშობლები ესე იქცევიან. უკაცრავად. ხო. მე სულ სხვა რაღაცაზე მინდა დაგლაპარაკებოდი. სალი, მე მგონი ელემენტარული ცდილობა უნდა გამოგეჩინა, როცა დედა უცხო ხალხთან ან თავის მეგობრებთან ერთადა. გასაგებია. და კარზე დაუკაკუნებლად შემოსვლა ზრდილობის ნაწილი არ არის? სალი. წეგან დედა შენი უხალხო მდგომარეობაში ჩააგდე. არ ცხენია? და ხე შენ მოხვედი რომ ჭკუა დამარიგო? არა. უბრალოდ ცდილობ რომ აღიხსნა. რა უნდა ამიხსნა? ის სტუმრებთან ერთად იყო. უნდა რომ მიყოფილიყავ, შენ კი როგორ მოიქეცი? არა, მესმის, მამა შენი ხშირად სახლში არ მოდიოდა, შეიძლება ამის ბრალიც არა ასე რომ მეცევი. ასე როგორ? საერთოდ რა შუაშია მამა ჩემი? მამა შენი იმ შუაშია რომ ვიღაცას ხომ უნდა ესწავლებინა შენთვის ზრდილობა? და ხე შენ უნდა მასწავლო ზრდილობა? არა, მე უბრალოდ მინდა რომ დედა შენს უფრო მეტი პატივისცემით მოექცე. საკმარისი პატივისცემით ვექცევი დედა ჩემსაც და მის მეგობრებსაც. არ გემჩნევა სალი. შენ საერთოდ რატო გონია რომ შენიშვნის მოცემის უფლება გაქვს? სალი, მე შენ გაფრთხილებ. დედას მეტი პატივისცემით მოექცე და ნუ არ წვენ. რას ნიშნავს მაფრთხილებ? მე მგონი არანაირი უფლება არ გაქვს შენ რომ გამაფრთხილა. ნათიას თუ რამის თქმა უნდა თვითონ დამელაპარაკება და შენი ჩარევა არ არის. ალი, მე შენ გამიფრთხილები ხარ. შენ არავინ არ გეკითხება რა. და სხვის საქმეში ნუ ერევი. ეს რას ქვია სხვისი საქმე? იმას რომ მამა ჩემი არ ხარო შენიშვნა მომწე და ნუ ვწეცდები. სალი, მე არც ვცდილობ მამა შენის ადგილის დაკავებას. არა, მე არ მithქვამს რომ გინდა. უბრალოდ კიდევ ერთხელ შეგახსენე რომ ჩემთვის არავინ არ ხარ და არ გაქვს შენიშვნის მოცემის უფლება. რამე პრობლემაა კიდე? არაფერი. სხვათა შორის ასე გემრიელად შემოგვიდგა. მართლა? მიირთით კიდე მიირთით გადაიღეთ. ძალიან გემრიელია მართალი ხარ, მაგრამ ცოტა მშრალია. კი, მაგრამ მარილს ხომ არ უშვებით? წინასწარ. კი, ქალბატონო, წინასწარ არა მარტო მარილს, მე სპეციალურად მაქვს ქათმისთვის აჯიკა გაკეთებული. ამაში ვაზავებ და ისევ წავ. ой, სწორედ მაგის ბრალია. შეწვის პროცესში უნდა გამოიღოთ, კარგად წაუსვათ ეს აჯიკა და მარილი და უკან შეაბრძანოთ. მე იქნება ისეთი რომ პირში დადნება. ხოზე დედა. დედა, აი მარილს ხათა. ნანა. უკვე 5 ჯერ მასწავლა რაღაცა. 1-3 ჭიქა მაქვს დამეული, არ მინდა ეხა რომ რაღაცა ისე უთხრა. გეხვეწები. მეგობრებო, ორ
ორჯერ ხო დავლიათ ქეთიზანიკას სადღერძელო. მოდი მესამეთაც გავუმარჯოთ. ბატონო გავუმარჯოთ. სამჯერაც გავუმარჯოთ. მე 300 ჯერაც და 3000 ჯერაც გავუმარჯოთ. 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 ნანა, ხო. ესენი ბეჭდებს არ უკეთებენ ერთმანეთს. უი, ხო, ბეჭდებს. ნიკო, რისთვისაც მოვედით? მოგვეჭრა, თავი მოგვეჭრა. მოგითხარი მომეკიდათ ხო? აქ არის. ადექით ფერდე ხა, ადექით და ისე გავუკეთე. აბა, დემონსტრაცია. კოცნა. კაი, ლელა. რა ჩაირა წესია ესე. აბა, მეოთხედ გავუმარჯოთ. აუცილებლად უნდა დავაწვინოთ. არა, იცი რა შეესაქმე, აუცილებელი არ არის, მაგრამ სახლში მარტო დატოვებას არ შეიძლება რა. ვერ ხვდები რატომ მიდიხარ? რამდენჯერ უნდა გიხსნა? შენ აქ რა გინდა? შენ გავდებოდი. რა ხდება? ეგ მე უნდა კითხო რა ხდება. ლეილა რა გჭირს? დედა რა გჭირს? მაგაკული მდგება. მე დაწექი რა ქეთის დაურეკავ. წამოწეკე. ქეთ, ლეილა ძალიან ცუდა და გეხვეწები შემოდი რა. არ ვიცი, გული ტკივა.